სოფლიო მოვლენების ეპიცენტრში კვლავ უკრაინაა, იცით თქვენ ეს და მე ცხადია ვერ ავწდები ამ გენიალურ ქვეყანაზე მის აწყოსა და მომავალზე საუბარს, სულ რომ არ ყოფნიდეს დრო აქაურმა მოვლენებმა რომ გადაფაროს იქაური მოვლენები ჩვენ ერთგვარად მაინც ვალდებულნი ვართ ერთი სიტყვა მაინც თქვათ ამ ქვეყანაზე ამბებზე რომლებიც იქ ხდება ჩვენგან თითქოს შორს მაგრამ არც ისე შორს. მე ომარ არშილხოფერიას ვიდეო მიმართვა, რომელიც ახლა შემოგთავაზეთ ამ ქვეყანაზე, ამ გენიალურ ქვეყანაზეა საერთოდ ხანდახანზე ხშირად გონია, რომ ჩვენ ვერ ვიაზრებთ რა ომშია უკრაინა, მარტო მსხვერპლს არ გულისხმობ, ან საერთოდ არ გულისხმობ პატივმისაგებ მსხვერპლს, რომელიც გვტკივა, რასაკვირველია და უნდა გვტკიოდეს კიდეც არა. ადამიანის ცოცხლებზე ზვირფასი ყოველგვარი მაგრამის გარეშე მართლაც რა არის, აბა რა არის, ოღონდ თავისუფლება ხსენებული არჩილხოფერიას მიერ უძვირფასესია, მეთქი ასე ვიტყვი, დაღუპულმა ადამიანებმაც იცოდნენ ეს. თავისუფლება ადამიანის, საზოგადოების, ქვეყნის, შესაბამისად სიტყვები za našu i vašu nezaležnost, თქვენს თავისუფლებას და ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას გაუმარჯოს, ეს უბრალოდ სიტყვები კი არაა. გასააზრებელი, ასე ვიტყვი, გასასიგრძეგანებელი სიტყვებია. ბატონ არჩილხოფერიას სწორედ ეს აქვს და არა მხოლოდ მას, ხო? გააზრებული, გასიგრძეგანებული სხვებსაც. ამ პასაჟების ბოლოს მე უნდა გამეცნო ახალი დღევანდელი ამბები თქვენთვის. მაგალითად, უნდა მეთქვა, რომ უკრაინამ შექმნა სახმელეთო სამიზნეების ნეპტუნის ტიპის ფთოსანი რაკეტა. მომზადებულიც ჰქონდა ჩემს ზურგს უკან უნდა გასულიყო კადრები, არ გავუშვით. რომლის ფრენის მანძილი არის 1000 კილომეტრზე მეტი, 1000 კილომეტრს მაინც შეადგენს. მე უნდა მეთქვა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისაგან ევროპული სახელმწიფოების დაფინანსებით მიიღებს ახლად შექმნილ 450 კილომეტრამდე მანძილზე რომ იფრენს ERAM-ის ტიპის 3350 ერთეულ ფთოსან რაკეტას. წარმოუდგენელი რიცხვია. მე უნდა გამიხსენებინა, რომ უკრაინა მანამდე გავრცელდა 2-3 დღის წინ შექმნა ფთოსანი რაკეტა ფლამინგო, რომელიც 3000 კილომეტრზე დაახლოებით მაინც წარმოიდგინეთ მანძილი. 3000 კილომეტრზე მიაღწევს მიზანს. უნდა მეხსენებინა ზელენსკი, ტრამპი, ევროპელი ლიდერები, პუტინი, რომელიც მოლაპარაკებებს ალბათ მაინც ჩაშლის. ალასკა, ვაშინგტონი, უამრავია სათქმელი, რასაკვირველია და ამ ყველაფერზე თუ არა ზოგ ამბავზე მაინც უნდა მესაუბრა.